პრეზენტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ თანაზიარისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის პარტნიორული თანამშრომლობით განხორციელდა მინი-პროექტი „ცოცხალი ბიბლიოთეკა კულტურული ბაზრობა“. კულტურის განვითარება საზოგადოების წინსვლის საწინდარია პროექტის ფარგლებში და იგი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „კულტურას მხარდაჭერით“. პროექტის განხორციელება დაიწყო პრეზენტაციით. შესავალი სიტყვა წარმოთქვა თანაზიარის ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ. პროექტის საზოგადოებას წარუდგინა პროექტის კოორდინატორმა მანანა გვარამიამ. მან ისაუბრა იმ თემებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ ცოცხალ ბიბლიოთეკაში. მანანა გვარამიამ აღნიშნა, რომ ეს ადამიანები არიან ჩვენი კუთხის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული საგანძურის, ტრადიციების გამგრძელებლები. პრეზენტაცია ჩატარდა 15 ოქტომბერს. ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო, სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, მოსწავლეები, პროექტის მონაწილე ცოცხალი წიგნები, ცენტრალური ბიბლიოთეკისა და კავშირი თანაზიარის თანამშრომლები. პრეზენტაციის მიმდინარეობის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა ადგილობრივმა ტელეკომპანია ოდიშმა. მან ჩაიწერა როგორც თანაზიარის ხელმძღვანელის ხათუნა ბეჭვაიას საუბარი, ასევე პროექტის ხელმძღვანელის მანანა გვარამიას ინტერვიუ. ღონისძიების ბოლოს გაიმართა ფურშეტი. დაიჭრა სადღესასწაულო ტორტი. საუბარი თბილ ატმოსფეროში გაგრძელდა. პროექტმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. პროექტის პრეზენტაციის შემდეგ დაიგეგმა შეხვედრები ცოცხალ წიგნებთან. ერთი თვის მანძილზე სხვადასხვა დროს ჰქონდა შეხვედრები შერჩეულ ცოცხალ წიგნებთან, მათ სახელოსნოებსა და სამუშაო ადგილებში. პირადი საუბრებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩვენ მათგან მივიღეთ ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ. ამ ინფორმაციებით შედგა კატალოგები ცოცხალ წიგნებზე. კერამიკოს რობერტ აბსანძეს ვესტუმრეთ თავის სახელოსნოში. მას ყავს მოსწავლეები, უტარებს მათ მასტერ-კლასებს და რუდუნებით ასწავლის თიხაზე მუშაობას. ერთობლივი გუნდური მუშაობით იქმნება არაჩვეულებრივი ლამაზი ნაწარმი, თიხისგან გაკეთებული სხვადასხვა საეკლესიო საყოფაცხოვრებო ნივთები, დოქები, თასები, დეკორატიული თეფშები, შანტლები და სხვა. ბატონმა რობერტმა საინტერესოდ აგვიხსნა და გვიჩვენა თიხაზე მუშაობის სხვადასხვა პროცესი. თავად კერამიკოსმა ჩვენს თვალწინ სამოთვნეო ჩარხზე თიხისგან შექმნა ყვავილების ლარნაკი. ამის შემდეგ გადავინაცვლეთ მის პირად სახელოსნოში, რომლის კედლებსაც ამშვენებს მისი მხატვრული ნამუშევრები. ბატონმა რობერტმა საინტერესოდ ისაუბრა თავისი მხატვრული ნამუშევრების შესახებ. განსაკუთრებით აღნიშნა ქართული ცეკვა, კოლხიდეთფალი, ხიზანი და სხვა. ჭობელიდანვე ჩამოყავდათ. ესენი გასოშილი ბავშვები თეატრის წინ, აი ეგ მანქანები ჩამოსვავდნენ ხოლმე და საწასულიყო არ იცოდნენ და აი ეს სცენები ზუსტად ესეთი კადრები დავინახე და მე მომიდა რაღაცნაირად გაკეთება. ავტორის სულის გამოძახილია ჩაქსოვილი თითოეულ მის ნამუშევარში. შემდეგ ვესტუმრეთ ეროვნული სამოსის დიზაინერს ქალბატონ ნონა კვიკვინიას. ის დიდი ხანია კერავს, მაგრამ ეროვნული სამოსის კერვა კი 90-იან წლებში დაიწყო. 2006 წელს შვილის დაღუპვის შემდეგ მას საკერავი მანქანისაკენ არ გაუხედავს, მაგრამ პატარა შვილის გამო კვლავ დაუბრუნდა აქტიურ ცხოვრებას და დღეს ბევრს მუშაობს. მიუხედავად კომფორტული გარემოს უქონლობისა, მას შეუძლია ერთ დღე-ღამეში ძირითადად ხელით შეკეროს ქართული ჩოხა ახალუხის სრული კომპლექტი. მას ეგრეთ წოდებული ავერლოკიანი მანქანაც კი არა აქვს. ქალბატონმა ნონამ ახსნა განმარტებებით გვიჩვენა თუ როგორ იკერება ჩოხა ახალუხი. მან გვიჩვენა თავისი ნამუშევრები. ჩვენ მოვირგეთ ყაბალახი, ჩავიცვით ქართული ქალის ტრადიციული სამოსი, კაბა, ასევე ჩოხები.
ის თავისი ფანტაზიით ქმნის დიზაინის ელემენტებსაც კი. ეს კი მის ნამუშევრებს ორიგინალურობას და მეტ სილამაზეს ანიჭებს. პანტომიმის მსახიობი გიორგი ქობალია ხელმძღვანელობს მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ ცენტრ ოდიშთან არსებულ პანტომიმის სტუდიას. მასწავლის მერვე, მეათე კლასის მოსწავლეებს, ახალგაზრდული დასის წევრებს. გიორგი ასევე მუშაობს შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში, ქორეოგრაფად და ხურცკაიას სახელობის გიმნაზიაში პედაგოგად. ბავშვებს ასწავლის დრამას. გავესწარით რეპეტიციას, გავესაუბრეთ და ჩავეწერეთ გიორგის საუბარი მის საქმიანობაზე. აღსანიშნავია, რომ და სულ უახლოეს დღეებში ჰქონდა პრემიერა და სპექტაკლით ფერადი ამბები ისინი წარსდგან მაყურებლის წინაშე თეატრში. ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში ვესტუმრეთ ერთ-ერთ ცოცხალ წიგნს, მუზეუმის ექსპოზიციის კურატორს ქალბატონ ციალა თითმერიას. შეხვედრა შედგა მუზეუმის დირექტორის ქალბატონ ლილი ბერაიას კაბინეტში. ციალა თითმერია გვესაუბრა მუზეუმის ისტორიაზე, მუზეუმში არსებულ მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატებზე, რელიგიურ სიწმინდეებზე, უნიკალურ ხელნაწერ წიგნებსა და ნივთებზე. საუბრის ბოლოს მან აღნიშნა, რომ მუზეუმის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია და ყოველდღე მოუხარია თავისი ექსპონატებისაგან. ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ემსახურება მოზარდთა ინტელექტუალურ, ზნეობრივ და სულიერ განვითარებას ქალაქსა და რაიონში. ქეთევან კილასონია სასახლის ფოლკლორის წრის პედაგოგია, ხალხურ საკრავთა ორკესტრ მაფშალიას და ფოლკლორული გუნდი მახარიას ხელმძღვანელი. 29 წელზე მეტია ქალბატონი ქეთევანი ასწავლის ბავშვებს სოლფეჯიოს, მუსიკის ლიტერატურას, ფოლკლორისტიკას, ეწევა ქართული ტრადიციული და ხალხური სიმღერების პოპულარიზაციას. ქეთევან კილასონიამ ჩვენთან საუბარში სიამაყით აღნიშნა, რომ სასახლის აღსაზრდელებიდან დღესდღეობით 9 მოსწავლე მისი კოლეგაა. ისინი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მუშაობენ ბავშვებთან. ქალბატონ ქეთევანს მიაჩნია, რომ სწორედ ახალმა თაობამ, პატარებმა უნდა აღორძინონ ქართული ხალხური ფოლკლორი, რათა დავიწყებას არ მიეცეს იგი, შეინარჩუნონ ძველი ქართული კულტურა და ტრადიციები. თენგიზ მიქენაია ხეზე კვეთის ოსტატია. მას აქვს როგორც ფერწერული, ასევე ხეზე შესრულებული ნამუშევრები, ხატები, ჯვრები. აღსანიშნავია, რომ თავის სახლში, რაც კი ხითაა შესრულებული, პირადად მისი ნახელავია. ასევე გვერდით მცხოვრები მისი ძმის სახლში მას საოცარი მხატვრობით გაუკეთებია იატაკი, რომელიც 8 სხვადასხვა სახის ხისგან არის შესრულებული. ბატონმა თენგიზმა წაგვიყვანა და გვიჩვენა თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი, დადიანების კარის ეკლესიის სატრაპეზოს საოცრად ლამაზი ორნამენტებიანი კარები.
აღმოჩნდა, რომ მისი სამივე შვილი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები არიან. მათ შორის უმცროსი სანდრო ტიხრული მინანქრის არაჩვეულებრივ ნაკეთობებს ამზადებს, კერძოდ ჯვრეებს, სამკაულებს, აქვს ოქრომჭედლობის ნამუშევრებიც. გადაწყდა, რომ სანდროც მიიღებდა მონაწილეობას პროექტში როგორც ცოცხალი წიგნი. დავათვალიერეთ მამაშვილის სახელოსნოები, დავესწრით ბატონი თენგიზის მუშაობის პროცესი. მიქენაიების ოჯახში ინახება მამაშვილის მიერ დამზადებული საოცარი ნივთები, ბატის კვერცხის ნაჭუჭისაგან დამზადებული და ასევე მინაზე შესრულებული ნივთები. ბაშთა ფოლკლორული ანსამბლი ოდოია 2009 წელს ჩამოყალიბდა მუსიკალურ ქორეოგრაფიულ ცენტრ ოდიშთან. ბიჭები თავიდან გალობდნენ ზუგდიდის სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში. ხალხური სიმღერების სიყვარულმა ისინი ერთმანეთს დააახლოვა და შეკრა ერთ გუნდად. ოდოიას მორიგი რეპეტიცია გაიმართა ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში. გავესაუბრეთ ანსამბლის ხელმძღვანელს მერაბ ბიგვავას. ანსამბლის სახელით სწორედ მერაბი უნდა ყოფილიყო ცოცხალი წიგნი და ის მკითხველებთან ისაუბრებდა ოდოიასა და მათ მიერ შემონახულ და გაჟღერებულ ხალხურ სიმღერებზე. ანსამბლის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ პოლიკარპე ხუბულავას. ბატონ პოლიკარპე დღემდე არის ჩვენი ანსამბლის კონსულტანტი, გვასწავლის მეგრულ სიმღერებს. რელიგიურ კულტურაზე, რიტუალებზე, ნიშნებსა და ჩაცმულობაზე მკითხველებთან ისაუბრებს დეკანოზი ანდრია კემულარია. ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის ღმრთისმსახურია. დეკანოზ ანდრია კემულარია შევხვდით ბიბლიოთეკაში. აღსანიშნავია, რომ იგი ჩვენი ბიბლიოთეკის მეგობარია და ხშირად იმყოფება ჩვენთან. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით დეკანოზი ანდრია კემულარია ბიბლიოთეკაში ატარებს ლექციას, საუბრებს, სადაც დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსმენელს შეუძლია მოისმინოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია. ბიბლიოთეკაშივე შევხვდით ერთ-ერთ ცოცხალ წიგნს, ეკატერინე ჯოლოგუას, ქარგვისა და თექის ოსტატს. ის ასევე მუშაობს ცივ ფაიფურზე, ქარგავს წყლით, ლენტებითა და ბისერებით. აქვს შესრულებული საეკლესიო ნაქარგობის ნამუშევრები, როგორც შემოქმედებით, ასევე შეკვეთით მიღებული მასალები, პორტრეტები, აქსესუარები, სამოსი. ის არის ძალიან საინტერესო პიროვნება. გარდა თექაზე მუშაობისა, მას აინტერესებს ენკაუსტიკა, უთოთი და სანთლებით ხატვა, ბატიკა, ტექსტილზე ხატვა გამდნარი სანთლით, გალვანოპლასტიკა, ჩვეულებრივი ნივთების სპილენძად გადაქცევა სახლის პირობებში და დეკუპაჟი, ძველი ნივთების გალამაზების ტექნიკა. ერთი და იგივე ადგილებზე გვერდ მივატყობებ და ჩავამაგრებ ერთი და იგივე ადგილებზე. მაგრამ შემდეგ რომი აი ეს კალათური რომი ამისთვის საჭიროა რომ თუ 4 იქით-აქეთ მამარჩილის თხოვნითა და ლოცვას შეწევნით ეკატერინემ დაიწყო მუშაობა გარდამოხსნაზე, რომელიც იქნება სიგრძე-სიგანეში თითო მეტრი და ის სამუდამო ადგილს ამყოფელს პოვებს რუხის ტაძარში. ესკიზები მას მიაწოდა ოზურგეთის ტაძრის წინამძღვარმა მამა ვასილიმ. ხატი მე-12 საუკუნეში შეუწირავს ტაძრისთვის მის სეხნიას ეკატერინე დედოფალს. ეკას გარდამოხსნაზე 64 ფიგურა იქნება გამოსახული. მაგრამ ამას ის მოეწონა ძალიან მე როგორც მოგიყავით დატვირთულია თვითონ გადამოხსნა 64-მდე ფიგურა არის ცალკე მოსაკარგი ყველა. ანუ ერთი მას რო გადაჭიმო ფაქტიურად იქამდე ვერ მიხვალ. პროექტზე მომუშავე ჯგუფისთვის ძალიან საინტერესო იყო შეხვედრები ცოცხალ წიგნებთან. მათ წარმოაჩინეს უდიდესი ღირსებები ქართული ხალხური კულტურული მემკვიდრეობისა. შეხვედრების დამთავრების შემდეგ შედგა კატალოგები ცოცხალ წიგნებზე. შედგენილ იქნა მოსაწვევი, ბუკლეტები, აფიშები, რომელიც გავრცელდა როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე სოფლებში. ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან ღია ცის ქვეშ ჩატარდა ცოცხალი ბიბლიოთეკა, კულტურული ბაზრობა. ეს იყო ნამდვილი
ბიბლიოთეკა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ წიგნები ცოცხალი ადამიანები იყვნენ, ხალხური კულტურის იშვიათ სახეობებზე მომუშავენი, თავიანთი საქმის ექსპერტები, ხოლო წიგნების მკითხველები სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის დაინტერესებული ადამიანები. მონაწილეობა მიიღო 15-მა ცოცხალმა წიგნმა, სამეგრელოს კულტურული მემკვიდრეობის გამგრძელებლებმა, კერძოდ ესენი იყვნენ ხალხური სიმღერების ლოტბარი ქეთევან კილასონია, ხეზე კვეთის ოსტატები თენგიზ მიქენაია და მურადი საჯაია, ქარგვისა და თექის ოსტატი ეკა ჯოლოგუა, კერამიკოსი რუბენ აფსანძე, ჩონგურის ფანდურის დამზადების ოსტატი ლევან ხვინჯილია, ფოლკლორული ანსამბლი ოდოია, ქართული ქრისტიანული კულტურის შესახებ საუბრობდა დეკანოზი ანდრია კემულარია, პანტომიმის თეატრის მსახიობი გიორგი ქობალია, ტიხრული მინანქარი სანდრო მიქენაია, ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის ექსპოზიციის კურატორი ციალა თითმერია, ეროვნული ხალხური სამოსის დიზაინერი ნონა კვიკვინია, სოციალური საწარმო ენგური ერთის ხელმძღვანელი ირუზა კაკავა და მისი მოსწავლეები დათო ქვარაია და მარიამ ხახუბია. ცოცხალი წიგნები ბულვარში განთავსდნენ სკამებზე, მათ წინ დაიდგა ასევე სკამები მკითხველისათვის. მკითხველს გასაუბრებით შეეძლო ცოცხალი წიგნების წაკითხვა, ასევე შესაძლებელი იყო მათი ნამუშევრების დათვალიერება. ბიბლიოთეკარებთან რეგისტრაცია გაიარა 78-მა მკითხველმა. ამას გარდა ძალიან ბევრი რეგისტრაციის გარეშე მიდიოდა თავისუფალ ცოცხალ წიგნთან. იყო პირისპირ საუბრები, ასევე ჯგუფურადაც ხდებოდნენ ცოცხალ წიგნებთან. ყველა წიგნთან მეტნაკლებად იყო გარკვეული რაოდენობა მკითხველები. აღსანიშნავია, რომ თავისუფალ დროს თვითონ ცოცხალი წიგნები საუბრობდნენ პირისპირ. ერთმანეთის დიდი ინტერესი ჰქონდათ გამომდინარე თავიანთი საქმიანობიდან. პარალელურად გაიმართა ცოცხალი წიგნების ნამუშევრების გამოფენა. წარმოდგენილი იყო ხეზე კვეთის, ნაქარგობის, თექის, ტიხრული მინანქრის ნამუშევრები, ეროვნული სამოსი, სოციალური საწარმო ენგური ერთის ბენეფიციარებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები. ვიზუალმა თავისი გააკეთა. იყო დიდი დაინტერესება. რამდენიმე ცოცხალ წიგნს მისცეს შეკვეთები. ამასთან ერთად მუსიკალურ ქორეოგრაფიულ ცენტრ ოდიშთან არსებულმა ანსამბლმა ოდოიამ და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ვაჟთა ვოკალურმა გუნდმა ღონისძიების მიმდინარეობის განმავლობაში შეასრულეს სხვადასხვა მუსიკალური ნომერი. პროექტში მოხალისეება ჩართული იყვნენ ბიბლიოთეკის მკითხველები მარია აქუბარდია, კატო ჭღამაძე, მერი ჯალაღუნია, გიორგი ბულია, ხატია გოგია, რომლებმაც ცენტრალურ ბულვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაარიგეს ღონისძიების ბუკლეტები, მოსაწვევები. ღონისძიების მიმდინარეობის პროცესში მოხალისეები საზოგადოებას უმასპინძლდებოდნენ ტკბილეულით, ჯურჩხელებითა და წყლებით. პროექტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს თანაზიარისა და ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა. ზუგდიდის ცხოვრებაში ეს იყო უჩვეულო დღე, თავად ფორმა ღონისძიებისა ინოვაციური და აქტუალური. ცოცხალი ბიბლიოთეკა კულტურული ბაზრობა იქცევა ტრადიციულ ღონისძიებად და იგი ყოველი წლის შემოდგომაზე გაიმართება.